ესე იგი მზად ხართ ხო? თეა ყველაფერი შეგვიძლია ოპერატორებო, უცებ გადავიმეორებ მე ესე ჩვეულებრივად მისალმება, მივესალმები, მე სტუმრები დღეს მყავს ხო, მზად ვარ. მზად ვარ, უსკა მოდი და უცებ. ეგეც ხო, მაგრამ ერთ წამი რამე მითხარი რა. რა გითხრა? რამე მითხარი. რატო უნდა გითხრა? მითხარი ერთ წამი რამე მითხარი. რა გითხრა რა? ვაიმე ერთი წამი, 1 2 3 თქვი, ერთი წამი რა მოხდა, ვერ გავიგე. კარგი, დაუშვებ თქვი 1 2 3 მერე? ხო, გია, ეს კარგია, მაგრამ დაუწიე ცოტა და მე სტუმრები რო შემოვლენ ხოლმე აუწიე, კარგი? და ბენდიც აკონტროლე. ხმაზე. კარგი. მოიცა. მადლობთ. ესეც ის რა ქვია, ეს შენ და ესეც შენ და ესეც შენ და ყველაფერი სამსახური. ხო, ხო, ეგეც მე და ის რა იყო, ვერ გავიგე რა, ნერვები გეშლება? არა, ნერვები არ მეშლება, უბრალოდ შენ ცოტა ნაზად უხეში ხელი მაქვს, არ მოგწონს? არა, მომწონს, მიდი. უფრო მაგრაქენი თქვა, მის თქვა მინდოდა. ასე ხო, შენ ისეთი ხარ, მალარობას ისწავლი. ხო და ეს ბათუმში რო კარგასი გაქვს შეღებე. აი, მე სასაცილოდ. რატო იგონები ესე ძალიან მაინტერესებს რა. არა, იჯობია. ჰოპა, განგრევს და ერთი წუთი რა, ის ბიბინა ვითომ რომ მოიგე შეღებე ხო? ერთი წამი ხა დავიწყებ ისე. კარგი ხო, ნუ დაიწყებ, მიდი, რა ხდება ახალი სტუმრები მოვიდნენ? დიახ, მოვიდნენ. თეა მოვიდა? ერთი წუთი. იუსტიციის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი. გაიმეორე. იუსტიციის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი. ოჩახ, კაი ბიჭი. მოვიდა? კი, მოვიდა და რაღაც მინდა რო გთხოვო. შენ ახლა მაგას ქალბატონ თეას რა თქმა უნდა, კითხვები უნდა დაუსვა, ხო? და რაღაც რო გთხოვო შეიძლება? რა უნდა გთხოვო? რა და რაღაც შეკითხვა რო დაუსვა შენ, მოგეთ მე გეტყვი მაგ შეკითხვას. თეა წულუკიანს? დიახ. რა შეკითხვა? ძალიან მაგარი სუნა მოეხსნა და გეხვეწები კითხე რა სად იყიდა და მე შენ მიყიდი. გადაყვებით ან სუნავო შენის კარკასის გეყოფა იქ რომ უნდა შეგეყო. ეხლა და ნუ იბოღმები, ახლა კაცი ხარ და სირცხვილია. არ ვიბოღმები, შენ ბინაზე მე რატო უნდა დავიბოღმე? არ ვიცი მე რატო იბოღმები. რატო ეს შენ შავი კარკასი გაქვს ვერ შედიხარ მე რატო ვიბოღმები? დავიწყებ ეხლა ისე. კარგი, მოვისმიდე ეხლა. მე ეხლა ვერ ვკითხავ. ვაიმე დედა მომიყრიცე კისერი. ვერ ვკითხავ მე ახლა რო შემოვა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი. პირველივე შეკითხვას ვერ ვეტყვი რას უნდა მოგასხიათ. იმიტომ რომ მე შეიძლება იუსტიციის მინისტრს ჩემთან გაუჩნდეს რაღაც შეკითხვები და არ მინდა თუ წავა დიალოგი ამ კალაპოტში, მაშინ შევეკითხები. თუ არა და ასე წინასწარ ვერ ვკითხავ ახლა. ხო, კარგი. ხო. იცი რა, წაღან გადავავლე შენ მონოლოგს თვალე, შემთხვევით ესე ძალიან შემთხვევით გადამევლო. მოგეწონა? ხო მაგარია. ნუ კი, მაგრამ ღარიბაშვილზე რო ახუმრობა ეგ არ თქვა. მოიცა? მე მგონი რედაქტორად ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით შენ აქ არავის არ აუყვანი ხარ. ეს აკეთე, გიახმას დაუწია აკეთე. კი ბატონო, რედაქტორი ყოველ შემთხვევაში ამ გადაცემაში შენ რედაქტორი არ ხარ და მე ვიცი ვიზე რას ვიტყვი რა. არ თქვა. ვიტყვი? არ იტყვი. აი ნახავ თუ არ ვიტყვი. აი ნახავ თუ არ იტყვი. კი არა და არ იტყვი. ვიტყვი. არ იტყვი. ვიტყვი. აი თუ იტყვი, აი ამას გესწრი იწოდე სახეში, აგერ დავდგები და გესწრი სახეში. აქედან არ მესროლო, უკეთესი ადგილი ვიცი, საიდან უფრო მომარტყავ სახეში ამას. საიდან? ბათუმიდან იქ კარკასი რო გაქვს. ვიბოღმები არის. გამოდი ერთ შეჭირება. წამოდი კაცო, წამოდი. ლას-ვეგასში გათენდა ისე ახლა ამოვიდა ვაშინგტონში შუა დღეა დაწმაც წამოვიდა ამსტერდამში ახლა 7 საათია ვიტრინაში დგანან მონიკა ჯენიფერი სამანტა გაბრიელა და ნატია ტოკიოში შუა ღამეა რობოტებსაც ეძინება სეულში კი ფიქრობენ ის თუ არა ფხენიანთა შელიგება თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა გამარჯობა ღამის შოუ იწყება ალბატონებო და ბატონებო
პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციას ძალიან ბევრი ადამიანი გააკრიტიკა, თან ძალიან მწვავედ გააკრიტიკა, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს აეწვებოდა ყური იმ დღეს და ალასანიაზე ისეთები ილაპარაკა, რომ აეწვა კი არა, ყურის ბიბილოების მეორე ხარისხის დამწრობით მიიყვანეს საავადმყოფოში. გავიდა 100 დღე მთავრობის მოსვლიდან და უკვე დაიწყო შეფასებები ახალი მთავრობის. მე კმაყოფილი ვარ, ძალიან კმაყოფილი ვარ. რა არ მოგწონთ, რა დენი არ გაიაფთა თუ ბენზინი? რა ბენზინი არ არის უფრო იაფი ვიდრე აქამდე იყო თუ დენი არ გაიაფთა ბენზინთან ერთად? რა დენი არ არის იაფი და ბენზინი არ არის იაფი? რა ბენზინი არ არის გაიაფებული თუ დენი არ არის გაიაფებული? ბენზინი და დენი რო იყო, მაშინ რომელი ერთი ჩამოვთვალე? მოკლედ ძალიან კარგად მიდის ქართული ოცნების საქმე. ერთი პრობლემა აქვს მარტო, ეს ჩანერგილები. ისე ძალიან რთულია, როგორ გინდა ახლა გაარჩიო ადამიანი ჩანერგილია თუ არა. ხო, ძალიან რთულია. აი მაგალითს მოგიყვანთ. ამ დღეებში ხო ვნახეთ, რომ მარიკა ვერულაშვილი ამოინერგა ნაციონალური მოძრაობიდან. ხო? ახლა ჩვენ კი ვიცით, რომ ეს ამონერგილი მარიკა ვერულაშვილია, მაგრამ აი როგორც კი ჩაინერგება ქართულ ოცნებაში. აი მე როგორ გინდა გაარჩიო, აი უყურეთ. ზის ზურგით უყურებთ, ვიცით რომ არის მარიკა ვერულაშვილი. ნელ-ნელა მიუახლოვდებით, მოტრიალდება და ჰოპ, თინახი დაშელია. ძალიან რთულია. მე მაქვს რამოდენიმე მეთოდი გარჩევის, გასწავლით როგორ უნდა გაარჩიოთ თქვენ თანამშრომლებში, ვინ არის ჩანერგილი. აი ახლავე, ნახეთ, თუ კი თქვენი თანამშრომელი არის მოწყვეტილი თავის ძირითად საქმიანობას, არ არის კონცენტრირებული მის ძირითად საქმეზე და ასე ფიქრებშია გართული და ასე სადღაც იყურება, გასულია ასტრალში, სადღაც არის, რა უნდა ქნათ? უნდა მიეპაროთ. აი ასე, მიეპარებით და უნდა წაუმღეროთ. დარია თუ ავდარია და მისი რეაქცია თუ იქნა ასეთი. მიშა მაგარია. ესე იგი ის არის ჩანერგილი. ან მეორე მეთოდი. ხო არის ასე ასტრალში გასული იყურება, თქვენ უნდა მიეპაროთ ვარდით. ასე ვარდით მიეპარებით და ასე ფერდში ეკალს, ასე. თუ უცებ მოვიდა აზზე და გამოგლანძღათ გემრიელად, ესე იგი თქვენი გუნდის წევრია. თუ ესე ამოვნა, ესე იგი ჩანერგილია. ისე მართალი ყოფილა ეს ჩანერგილების ამბავი, მე ჩემ თავზე გამოვცადე იმ დღეს ჩვენ მეგობრები ვისხედით, ვქეიფობდით, ტელევიზორი მქონდა ჩართული და უცებ კადრები ვნახეთ, პრეზიდენტის სასახლესთან იყო აქცია. რო ესე გადადიქი რაღაც სყვიროდენ რაღაცებს, დავინახეთ ჩვენი მეგობარი, საერთო მეგობარი, რომელსაც დაურეკეთ, რომ რა გინა აქციაზე მოდი ვქეიფობთ შენ ძალიან ჩვენთან ერთად და იმან-იქიდან რა გვიპასუხა ისე ჩუ ჩანერგილი ვარ. ასეთი რაღაც. კარგი, სხვათა შორის ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელიც ქართული ოცნების წევრია, ცოლად მოიყვანა არაჩვეულებრივი გოგონა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრია, მაგრამ ის ჩანერგილია აღარ გამოდის, ის უკვე დამყნობილია. სპეცსამსახურებმა სხვათა შორის გამაფრთხილეს, რომ შენ გადაცემაშიც არის ერთი ჩანერგილიო. და ძალიან გთხოვა ყურადღება მიაქციე და ფრთხილად იყავიო. თურმე ხმას არ იღებს მთელი გადაცემა. სათვალე უკეთია და მთელი გადაცემა ასე ბას-გიტარაზე ბუმ 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 ბუმ. ვერაფრით გავიგე ვინ არის. ვერ ამოვიცანდი. ხო, ნუ არც მაგას მე ვისაუბროთ. კარგი. ახლა გადავიდეთ შშს მინისტრზე ირაკლი ღარიბაშვილზე. არა, რუსკა ვერ გაიგო. გადავიდეთ ირაკლი ღარიბაშვილზე. ესე იგი, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა ასეთი რამ, რომ ვიღაცეებიო დადიანო სადარბაზოებშიო და უხმარ შპრიცებს ყრიანო, რომ ხალხმა იფიქროსო, რომ აი ძველი დრო დაბრუნდაო. მეცაც გეტყვით ბატონო ირაკლი, დღეს ჩემ კორპუსში რა მოხდა? შპრიცები ხო დაყარეს. მერე დაყარეს ამპულები, ისიც უხმარი. ასე. ეყარა ეს ამპულები და სადამდე მივიდნენ რა იკადრეს. 3 მსახიობი მოიყვანეს, კიბეებზე დასვენ და თამაშობდნენ, მისამ ნარკომანები არიან და საკიმე რამე. აი ესეთი რამეც მოხდა. მოკლედ გავიდა 100 დღე, დაიწყო სამართლიანობის აღდგენა,
ძალიან მიხარია რომ ყურადღება მიაქციეს პოლიტპატიმრებს და პოლიტდევნილებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან მალე მიაქცევენ ყურადღებას ცეკვავენ ვარსკვლავებიდან პოლიტგამოგდებულებს. იმიტომ რომ მე ვარ პოლიტიკური ნიშნი. კვირის თავარი მოვლენა დამეთანხმებით მაინც იყო ის რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეუშვეს თავის აშენებულ პარლამენტში. რა ექნა ამ კაცს? წავიდა ისევ ბიძინა ივანიშვილის გარემონტებულ ბიბლიოთეკაში. ამაზე აღშფოთდნენ რიკოთის უღელტეხილზე რესტორნები. რას გვიკეთებთო კაცო ეს კაცი ქუთაისში მოდიოდაო და მიფიქრეთო შემოგვივლიდაო ცოდას ვაჭმევდითო იმდენი კერძი მოვამზადეთო ისე ვხვდებითო ამ კაცო და ძალიან უკმაყოფილოები იყვნენ მოგრეთ ამით რა ქვია პარლამენტის. რაზეც პარლამენტმა მიუგო თქვენო არ ინერვიულოთ მართალია სააკაშვილი არ ჩამოვა ქუთაისშიო მაგრამ ამ დღეებში აპირებსო კუბას სანიკიძე თბილისში წასვლასო ის შემოგივლითო და იმას გაუმასპინძლითო და გაორმაგეს ყველაფერი ეგრე. ასევე მოგეხსენება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ამ დღეებში საქართველოში იმყოფება მოვლენა მნიშვნელოვანი ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ლონდონის ჩელსის და უელსის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ვინი ჯონსი რომელსაც დახვდა აეროპორტში ჩვენი შეუდარებელი გუჯა მაჭარაშვილი გვერდიდან არცილდება ესე სულ კუჩი დაძდევს და ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება გუჯა ვინი ჯონსთან ერთად გუჯა მოგესალმები დაათვალიერებინე უკვე ქალაქი ვერავთარ ქართველები ხო იცი რანაირი ხალხი ვართ ვერ მოვასწრეთ აი რესტორნიდან რესტორნში რო გადავყავდა ამ მანძილზე რისი ნახვაც მოვასწრო ის დაათვალიერე მარტო საინტერესოა ცეკვებიდან რო გამომაგდეს მე ამაზე რას ფიქრობენ ბრიტანელები აი შენ რა აზრის ხარ ვინი Very good ოთარ გაიგე ხო რას თქვა ალბათ მოიცადე რას მერჩის ეგ კაცი ვერ გავიგე რა ვიცი ოთარ რო გაიგო რომ ბარსელონას ფანი ხარ არ უყვარს ამას ბარსელონა და ასე თქვა ბარსელონას ფანები ცისფერტიანი ბიჭები არიან და მე რა ბარსელონას გამო ეგ უნდა მაკადროს რა ვიცი ოთარ გაიგო რომ ექიმი ხარ და ექიმებიც არ უყვარს აბწუხაროთ I hate urologists მოიცა ერთ წუთი მე არ ვარ უროლოგი უთხარი ვიცი ოთარ რო არ ხარ მაგრამ უროლოგებს ხო იცნობს რა მნიშვნელობა აქვს აჰა რაღაც არ მომეწონა მე კაცი რა სულ შემეცვალა წარმოდგენა რაღაცნაირია უხეში კაცია რა ხო რა ვიცი ოთარ რაღაცნაირი ოყლაყი კაცია რა advice from me მეტკინა შევირო Go crazy with your wishes ოთარ J'aime fucking Gérard გამორთე თორე ამახია ყორე კარგი ძვირფასო მეგობრებო ეს იყო გუჯა მაჭარაშვილი რომელიც ჩაგვერთო ვინი ჯონსთან ერთად ჩვენ კი გაგიკვირდებათ და კვლავ ვიწყებთ ღამის შოუს დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ 7 ბრალდება ესროლეს და 7-ვე ააცილეს. და რუბრიკის სტუმარია ირაკლი ოქრუაშვილი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ დაგთანხმდით მოხვედით და ძალიან დიდი პატივი გვეცით იმიტომ რომ როგორც მე ვიცი რეისიც კი გადადეთ პარიზში ერთი დღით გვიან მიემგზავრებით იმისათვის რომ ჩვენთან ყოფილიყავით დღეს სტუმრად ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ რა თქმა უნდა დავიწყებ იმით რუბრიკის სახელიდან გამომდინარე რომ თქვენ პროკურატურამ მოგიხსნათ ის 7-ვე ბრალდება რომელიც იყო წარდგენილი მაგრამ მე მაინც ვერ დავიჯერებ რომ თქვენ ცხოვრებაში არაფერი დაგიშავებიათ არასდროს ერთი სერიოზული დანაშაული მაქვს ჩადენილი მაგრამ მაგისთვის მეგონი ვერ გამასამართლებენ კონკრეტულად სააკაშვილის მეგობარი ვიყავი კარგი, დავანებოთ ამ თემას თავი, ახლა გადავიდეთ საფრანგეთზე. ესე იგი, რა ხდება, ბატონო ირაკლი, მაინტერესებს. დეპარდიე გაიქცა საფრანგეთიდან რუსეთში.
თქვენ საფრანგეთში ყოფნას საქართველოშიც ციხეში ჯდომა ამჯობინეთ. ასეთი საშინელი და უკტანელი ქვეყანაა ეს საფრანგეთი. როგორ აიცი? კაცი ვერ ნახე, ვინც 2 ბოთლ ღვინოზე მეცობს. ყველა წითელზე აჩერებს. სიგარეტის ნავთობს არავინ არ აგდებს ქუჩაში და აღარ მინდოდა ამდენი წყნარი ცხოვრება, ცოტა ექსტრემი მომინატრა და მაგითო გადავწყვიტე ჩამოსული. თქვენი უფრო მესმის, ვიდრე დეპარდიესი არ დაგიმალავთ. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ისეთ რაღაც საინტერესო ეპოქაში, როდესაც ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა ერთდროულად მართავს ქვეყანას, ანუ ერთგვარი თანამშრომლო კოჰაბიტაცია თქვი, იხმარე აუცილებლად ლევან ბერძენიშვილმა მასწავლა, კოჰაბიტაცია თქვიო. და რაღაც სიახლე დავნერგე ჩემთან გადაცემაში, როდესაც მოდის სტუმრად განსაკუთრებით პოლიტიკოსი, უნდა თქვას 3 რამ კარგი მის ოპონენტზე. თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ 3 კარგი მიხეილ სააკაშვილზე? ესე იგი, იმ 5 წლიან კატლეტის მანქანაში რაშიც გამატარეს მისი დამსახურებით. ამ 5 წლის თავზე აღმოაჩინე, რომ ჩემი ყველაზე კარგი მეგობარი იყო ჩემი მეუღლე. მისი დამსახურებით. მისი დამსახურებით. ეს ერთი, ხო? ეს ერთი. ასევე სააკაშვილის დამსახურებით აღმოაჩინე, რომ ცოლის დაც კარგი მეგობარი იყო. ასევე სააკაშვილის დამსახურებით აღმოაჩინე, რომ სიდადრიც მაგარი მეგობარი იყო. მე მგონი ჩვენ რო გავაგზავნოთ თქვენ უფრო 3-ს კი არა 20-მდე სახვავთ. კარგი, თუ აპირებთ კენჭი იყაროთ საპრეზიდენტო არჩევნებში? არა, სლაბარ კომენტარ არ არის. არა ხო? არა და თქვენ იყავით ჩემი ბოლო იმედი. არავინ არ დამნიშნა ჯანდაცვის მინისტრად და მეთქი ოქროაშვილი აი რაღაცა კარგი, მაგრამ არ მეღირსება რა. მაშინ მითხარით თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს, ვინ არა, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი? მოდი პირიქით ვიტყვი, როგორი არ უნდა იყოს. კი ბატონო, ასე შეიძლება. თან სუბიექტური არ ვიქნები, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრს დავესესხები. კი ბატონო, ბრძანეთ. ხალი არ უნდა კონდეს სახეზე. ცოლს არ უნდა ყალატობდეს. დუბაიში ნაციონალებს არ უნდა ხდებოდეს. და რა ვიცი, შეგვიძლია გავაგრძელოთ. გასაგებია. გასაგებია. ეს კარგი ძალიან. ხო, თქვენ ძალიან ბევრ თანამდებობაზე იყავით. საქართველოს გენპროკურორი იყავით. თავდაცვის მინისტრი იყავით, ხო? ხო არ მეშლება? თავდაცვის მინისტრი იყავით. ასევე იყავით შინაგან საქმეთა მინისტრიც, ეკონომიკის მინისტრიც. კი ბატონო. იყავით. აი რა არჩევები შეგიძლიათ მიცეთ ახლა მინისტრებს, რომლებიც აი ამ მომენტში იმყოფებიან თავის პოსტზე? ახალ მთავრობას გონია, რომ სააკაშვილი პოლიტიკურად უკვე გაასვენა და ამ პროცესის მონაწილეები არიან. წარმოვიდგინოთ, ახლა ცოტა უხერხული წარმოსადგენია, მაგრამ კუბო აქვს ხრებზე გადებული სააკაშვილის და მიაქანებენ სადღაც საზაფლაოსკენ. სოფლებში თუ ვინმე ყოფილიყართ გასვენებაში, ერთი ესეთი ტრადიციული გამოთქმაა. რუჭკებს არენდოთ ბიჯებო. რუჭკებს არენდოთ, სოციალია გეგმული. ესე იგი თქვენ პირველად ხალხმა გაგიცნოთ, როდესაც ხაშურში აღმოაჩინეთ საროსკიპოები და დახურეთ. ხო, თუ არ ვწდები, ასე იყო. მე ეს რატო ვახსენე? რომელიმე გოგოს ნომერი ხო არ დაგჭათ? ჩემ მეგობარს უნდა, რამე არ გეკ, ჩემ მეგობარს უნდა. მაგაზე ერთი კარგი ისტორია შემიძლია გავიხსენო. კი ბატონო. თავრობიდან რო წავედი, დაახლოებით 2-3 თვე რაღაც business administration-ის კურსები ავიღე ლონდონში და იქ დავდიოდი როგორც სტუდენტი. და ჩვენი ნაკრები ეთამაშებოდა შოტლანდიის ნაკრებს გლაზგოში. და ამდენი ჩემ მეგობარს დაურეკე და უთხარი, რომ ცხოვრება გვერევა მე უთხარი და პატივს ვცემთ მეთქი და გამოგასერინებთ ევროპაში თქო. და ესე 12 ბიჭი შევკრიბე, გორელები სულ. გორს იქით რომ მარტო რიკოთის გვირაბი იციან და აქეთ მაქსიმუმ გლდანის ციხე ბოლო პერიოდში ისწავლეს.
წავიყვანე მოკლედ და მატჩით ბუნებრივად წავაგეთ ახლა როგორც ხდება ხოლმე. დაღრომილები მომადგნენ სასტუმროში რომ ხა ევროპაში პირველად ვართ აწიროდის მოხვდებით კაცმა არ იცის და თან ნებართვის აღება უნდა და თან ცოტა დაფინანსებათ ასევე რომ გავისეირნებთ რა აქ ორ ბორდელებშიო სამე ვნახავთ არ ვიტყვი ნამდვილი ამბავია კი ბატონო მე 4 წადით მეთქი მოდიან დაახლოებით 15 წუთში უკან რა იყო ეს სიმბოლე მეთქი რა მოხდა თან ის პერიოდია როცა სააკაშვილმა გაიგო რომ მე მთელი ეს ჩემი ოხორტა მყავდა წაყვანილი სამეგობრო ასე ვთქვათ გასეინებლად მანაც მთელი ნაცმოძრაობის ელიტა წამოიყვანა ხო და ესენი მოვიდნენ გაწმილებულები რომ რიგშიო ჯერო ჩვენი მთელი ნაკრები იდგაო მე მთელი ეს ნაცმოძრაობის და მთავრობის ელიტაო და ჩვენ რიგი ხვალსაღამოს გვიწევდა და აზიათი აღებდა დასახური. ისის დასახური ყოფილა. გლაზგოში არ დახურეთ მერე? იგი ჩვენი კომპეტენცია არ ვრცელდებოდა. თორე ისე დასახური კი იყო. დას ფეხბურთელები, მერე ელიტა და ბოლოს თქვენი მეგობრები რიგში საროსკიპოში გლაზგოში. კარგია გლაზგოთან ლამაზი ქალაქია. თქვენ უყურებდით ხო მითხარით რომ უყურებდიო საფრანგეთშიო საქართველოს არხებს. უყურებდით თუ არ უყურებდით? იშვიათად. ანუ ის ტრაგედია არ გინახავთ ხო? მე რო გამომაგდეს ცეკვავენ ვარსკვლავებიდან. პრინციპში საუკეთესო ბენდი ყავს და ესენი რო წაგიყვანა მე მგონი არ გამოგაგდებოდნენ. აჰა, ანუ ამათ რო ეცეკვათ? აკომპანიმენტი. მეთქი უცებ თეადანელიასთან ერთად რომ ეცეკვათ ხო ამას გულისხმობთ. კი ბატონო, მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ მე ბატონ ირაკლის მოსაზრებას და მის რჩევებს. კარგი და ბატონ ირაკლი მე ვიცი რომ ძალიან გეჩქარებათ თქვენ ძალიან დიდი ხანი არ შეგაყოვნებთ და პირველ რიგში კიდევ ერთხელ გეტყვით მადლობას იმისთვის რომ მობრძანდით და ძალიან გელოდებოდით ჩვენ მთელი სტუდიით. ძალიან სასურველი სტუმარი იყავით და ნელ-ნელა დაგემშვიდობებით და ვიმედოვნებ რომ გაგრძელდება მომავალში ჩვენი მეგობრობა, თანამშრომლობა და ხშირად მოხვალთ ხოლმე. თავისუფალი ვარ? დიახ, თავისუფალი ძანდები. გირაოთი თუ თავდებობით? საერთოდ თავისუფალი ხართ და სულ თავისუფალი გამყოფოთ განგებამ. ირაკლი ოქროაჩელი.
დიდი მადლობა. ესე იგი, გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ქართველები და ებრაელები 26 საუკუნეა მეგობრობენ, ამათ კიდე 15 წელი დაუმატეს და რუბრიკის სტუმრები არიან მერაბ სეფაშვილი და კაკული გურიელაშვილი. ხო? ესე იგი პირველ რიგში დიდი მადლობა კაკული მე მინდა გითხრათ რომ სპეციალურად ჩამოფრინდა ისრაელიდან ჩვენი გადაცემისთვის ამას სრული სერიოზულობით გეუბნებით დიდი მადლობა მოწვევისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა კაკულის და სანამ საუბარს დავიწყებთ მერაბსაც მივმართავ ხო დიდი ხანი არ მინახავს მე კიდე აქ მერაბ მე და შენ გადაუჯოკრეთ მაიასათიას და დათვარჩვაზე ყველას შენ უფრო ხშირად ხარ ჩემთან ვიდრე დათვარჩვაზე პროფილში არა ვიდრე შენ მე ვიდრე მე შენთან ხო ვიდრე მე აქ კიდე მოხვედი ხო კიდე მოვედი ძალიან კარგია აი იმიტომ მივყარხარ რომ რამდენჯერაც დაგიძახებ თუ მოდიხარ იმ დღეს ხო შეგპირდი კიდე ვიქნები კი ეს და სხვა საკითხზე ვისაუბრებთო და არაჩვეულებრივი საკითხი გვაქვს სასაუბრო ეს დიდი კაცი ჩამომიყვანე ისრაელიდან კაკული გურიელაშვილი თქვენი აპლოდისმენტები არაჩვეულებრივი ადამიანი როგორ ხარ შვენივრად მზნობ თავს რა ხდება იქით ჩემს საყვარელ ისრაელში შვიდობა სოლიდარობა ავირჩიეთ არჩევნები იყო დამთავრდა იქაც არჩევნების პერიოდი იქაც არის ხოლმე არჩევნები იქაც არის ხოლმე მერაბი ჩამოვიდა სპეციალურად მერაბ შენ რომელიმე პარტიისთვის მღეროდი იქ თუ თუ გაიმარჯვა რა ბიბი ნეთანიაჰუ ნეთანიაჰუს უმღეროდი შენ ამბატიჟე სპეციალურად და რა სიმღერა იმღერე გაფიცებ მაშ მოფრინდი ჩემო მტრედო არა იქ ვიმღერე ისა შენთან ვარ ნურაფერს ნუ გეშინია ასეც არ შეეშინა და გაიმარჯვა კარგად არიან ხო იქით მე მინდა მოვიკითხო აბსოლუტურად ჩემი საყვარელი ებრაელები ყველგან ისრაელში და მთელ სოფლიოში მოგესალმებით სულ ყველას ეს მითხარი ისრაელში იმედი აჩვენებს ტელეიმედი ანუ ჩვენი სტუდიის გადაცემებსაც უყურებ და ზოგადად იმედზე აი ახლა მითხარი გაფიცებ ყველაფერს მე უნდა გავარდნილიყავი და ვარდოსალიძე უნდა დარჩენილიყო გულ შემატკივრობდი არა ჩვენგან არ იგზავნება ეს SMS-ები თუ არა გამოგიგზავნება ვით ნეტა აკოფილიყავი რა ნეტა აკოფილი იქედან ისეთი პადეშკა იყო რომ ძალიან მაგარი ხო არა მაინც არ გვაძლევს ეჭვარ მეპარება ებრაელები რომ მე გულ შემატკივრობდნენ ეს აქ ქართველი ხალხი შეცდა ხო ქართველი ხალხი შეცდა რომ მე არ მომცახმა რა კარგი ნახევარფინალში ხომ მიხვედი ნუ ნახევარფინალი თუა 6-ეული კი ხო ალბათ ხო მოდი მე და შენთან ასე თუ გინდა ნახევარფინალიდან გავარდი არა 13 წვილი იყო და 6-ეულში მოვხვდი მე რა ჩემი მონაცემებით რა გინდა რა გინდა მინდოდა შენთვის ერთი რომ ჩამოფრინდით Range Rover-ით დაგვედრობით აეროპორტში სანამ გავყიდიდი მინდოდა რომ ეს კაცი აი უცხოელი სტუმარი რო გეწევა ხო უცხოელიდან Range Rover-ი როგორც მინიმუმ უკით კაკ მინიმუმ ხო ბათუმელი ვარ და ბათუმში რო სახლი აეღო ხო ვაფშე ვიცხოვრებდი იქ ბათუმელი ხარ ჩემს სახლში რატო იცხოვრებდი კაც უსმა დაახია სახლი არა ეხა ბათუმშიაო ხო სახლი ხო ბათუმში ხო და ახლა რო ჩამოვიდო გაცხოვრებდი რა თქმა უნდა აბა რას ვიზავდი რა ხდებოდა რა ის ისრაელში როგორ იქცეოდა მერაბი შვენივრად კი ისრაელში სხვათა შორის ეხა ჩამოსული რო იყო რაღაც პროგრამას ვადგენთ რა ისრაელისთვის ეს კონცერტი ხო ქონდა მაშინ რა ქვია ისრაელში აგვისტოში ზაფხულში იყო კონცერტი და ძალიან დიდი მოთხოვნილებაა ეხა და რაღაცას ვაკეთებთ ერთობლივად რომ გაკეთეს ისრაელში ბელგიაშია მოთხოვნა ავსტრიაში რა და მე მგონი რაღაც პროგრამას ვაკეთებ მე სპეციალურად ხო ამისთვის და კაკულთან ერთად და ნახოთ ეხა ეს ცალკე თემაა კიდე მე მოგასმენებთ აუცილებლად შეიძლება ცეკვაც დაგჭირდეს იქ
მე ხო უფრო რაც რაზე მეღიმება უფრო? რომ აი ახალ პროგრამას რომ მოამზადებ და კიდე რომ მოხვალ ჩემ გადაცემაში. რაზე მოყვედი? ახალი პროგრამის პრეზენტაცია. ახალი პროგრამით ვარ მოსული, რას ლაპარაკობ? ხო, არა სპეციალურად იმათ. რუსეთის ისრაელის არ იგეგმება არაფერი მოსკოვისთვის. რუსეთი გახსენება არ მინდა. შენც არ გიყვარს, ხო? არა. მოხდა რამე? არ საშინელება მაქვს. ეს მაგარი ისტორია ხა, რასაც ყვება, ძალიან მაგარი ისტორია. შეიძლება მოყოლა ეთერში 15-16 წლის ამბავს ყვები რა. აჰა, კი ბატონო, მოусმინოთ. სხვათა შორის ეხა ჩვენთან ისრაელში იმდენი რუსია ჩამოსული. მილიონი ხალხი ჩამოვიდა და ეს გოგოები და რაღაცა და ეხლა სეილია ისრაელში. გოგოები და რაღაცა მომეწონა. ხო, არა, სეილია რა ისრაელში ეხლა. თუ ცოლი ყავს 50 წლის და გაუშვებ, 25 წლიან გოგოს გაძლევენ რა. ხო მაგარი ქვეყანა ისრაელი. 16 წლის წინ გვინდოდა მაგის ჩამოყალიბება ისრაელში. და იმიტომ ვიყავით ალბათ ჩასო, არა 50 წლის ვის მიყავს? იქ არიან მაგის. ვისაც 100 წლის ყავს აძლევენ 2 ო აი კი 2.50 აძლევენ. 100 წლის ცოლი ყავს გავუშვი და 2.50 წლის ცოლი. არა, მაინც 25 წლის ჯობია. არა, იმისთვის 50 წლის ჯობია, 100 წლის ცოლი რო ყავს და 50 წლის ფასობა. მომლელი მაინც გეყოლება. რა თქმა უნდა. არა, მოსკოვის ამბავზე 16 წლის ამბავს ყვები. პირველად ვარ ჩასული ხა მოსკოვში და ქორწილზე უნდა ვიმღეროთ, რაღაცა მომზადებულები ვართ, რაღაცა და ერთი ძმაკაცი მყავს თამაზ ნემსაძე. სულ მეუნება წამო ბიჭო მოზალეომი თუ რაღაც ოხრობა ქვია მაგას. მავზოლეუმი. მაზოლეომი. რა თან რუსულის აზე არა ვარ. არ ვიცი რუსული ენა. თითო ორ სიტყვა რაღაცა და ნუ ჩავედით ხა მოსკოვში. ვიში კოზერი და ნიჟე ხო იცი? არა, არ ძმაგია. ხო და ეს მივედით ხა მე მეგონა ერთი 10-15 წუთი მე. არა, იმ დროს არის, მე ისწავლე. ხო რა და მივედით ხლა მე მგონია ერთი 10 წუთი ვნახოთ. მე ვთხარი სად მიყევარ მეთქი და წამოვეს ლენინი უნდა განახო. მე ვთხარი ლენინი მწარია რა თქმა უნდა. არა შენო იქო არ მარხავენო მაგას და მე მგონი ცხოვრებაშიც არ ეღირსება ჩემი ცოდვით დამარხვა. მეუნებით რაც მე მაგის გულისთვის გადავიტან. ნუ დგევართ 4 საათი ესე რიგში წუწუნებთ ელი ისა თამას საწამო მიყვანე მე მეგონა 15 წუთი მოვიდოდით ნახავდით იმ მტარს და წავიდოდით მე ვთხარი მაგრამ მოსკოვში მტრის ნახვა ცოცხალი მანახე ვინმე კაი რაღაც 25 წუთი ხო 25 წუთი ნუ დავდები და ვინმე კაი ცოცხალი არ ყავდა ამან გააძრო ესეთი რაღაც საჭრელი სხვათა შორის სახლია მუზეუმივით ემოციური კაცია და რაღაცებს ეხა აქ რო იყოს მოწვეული ამ ჭიქას წაიღებდა ეს ოთარ ტატიშვილის ჭიქაა და დადებდა თავის სახლში ხო ისე ამ სადაც ყველაფერია რაღაცა მოაქვს ყველაფერი სასწაულია სახში არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტული ნივთი არ არის ხო საწერკალამი რაღაცა ქვა რაღაცა კი ერთ დღეს 20 კილო ქვა მატრეინა აქედა დამოჟნეზე კინაღამ დამიჭირეს თქვენ ებრაელები ჭკვიანი ხალხი ართ რაღაცა შეა საქმეო არა მე ვიხარი იტო აზა სექტორში გვესროლიან ქვებს გვესროლიან და აქედან წავიღე მოვიმარაგებინეთ და არ დამიჯერეს დამოჟნეზე 100% რაღაცას ჩალიჩობო არა ნუ მივედით ეხლა რაღაცა ამან გააძრო ესეთი რაღაც ბანკრატელივით და ეს წითელ მოედანზე ხართ უკვე? ხო, მისული, უკვე მოვიდა ჩვენი დრო ძლივს 4 საათის მერე. არა, იქ ხო არის რაღაც ცეტა. მეც ვარ თავის დროზე ნახე. კი, დავინახე მტარი ლენინი და ამან გააძრო რაღაც საჭრელი, ეს ტიპები ხო დგანანი, კამერები რაღაცა და ეჩალიჩება ის ჯაჭვიროა რა. იმის წამოღება უნდა რომ დადოს თავის სახში. ესო მე ვთხარი, რა შვები, ჩემი ძმა გაჩერდი შენო მე მეუნება მე ვიცი ახლა თან ქუთაისელია და გაჩერდი ძია შენო მე ვიცი ეს სუვინი რა წევიღებო მე ამას ებიჯო მე ვთხარი არ გინდა მაგითა დაგვიჭირეს ნუ დაგვიჭირეს და წაგვიყვანეს პადულისკენ და ამათ ხო ნალიანი რაღაც ბათინკები აცვია და ბათკაბუთი სალდათებზე ისახის ხო და ჩვენ მივდივართ თეთრი ფერი მადევს სახეზე მტარი ვარ всё გამახსენდა სიბირი რაღაცა პატრონი არ ამყავს ვინ ვის დავეკარგე იქ
თამაზის გზაში ვეუნები. არა, ეხლა უკაცრავად შეგაწყვეტინო. საწაიყვანეს, იცი, თურმე მაუზოლეუმს ქონია ქვემოთ, სადაც იჭერენ ტიპებს და ჩაყავთ რა. მაუზოლეუმის ტარი ზემოთ არის და შენ გვეით. ტარი ზემოთ არის და შენ გვეით. ტარს არ მარხავენ და ჩვენ გვარხარდნოთ ცოცხლებს. ნუ ჩაგვიყვანეს დაბლა, გზაში მივდივარ და თამაზის ვეუნები. აქედან თუ ცოცხალი გავედით, ხო იცი რომ ჩემი ხელით დაგახჭო მეთქი და ესენი ზატკნის და არ ვიცი ეს ზატკნის რა უნდა. მე კიდევ აგძელებ ზატკნის რაღაც, ნუ აი რაღაც მე მეუბნება გაჩერდი ბიჭო ესენი რა. შეგვიყვანეს ოთახში. მოვიდა მთვრალი რუსი ტიპი. აი ამაზე არ დაეტევოდა რა შანს აი ესეთი როჟა. ქუდი კი არ ეხურა ედო თავზე პროსტა. მოიძრო ეს ქუდი შუქი მოგვანათა და თრალია როგორი აი როგორ ლაპარაკება უკვე მეძინება მე თქვი ნარკოზივით აქ რა და ერთი 5-10 წუთი გაჩუმებულია ვიღაცები მოვა რაღაცას ყურში ეტყვის ესე და ნუ მე სიმწრის ოფლი მასხავს რამე და მე აი ეს სტოლზე დაარტყა ხელი და უკაცრავად რა ვიბლ ხაჯელი უკრაც ლენინა რაო მე უთხარი ეს კი გავიგე ხა რომ უკრაც ლენინის მოპარვას უაბრალია რა ოხრად მინდა პტარი ცოცხალი არავის არ ბოლო ხმას არავინ ეს გაჩერებულია მე უთხარი ბიჭო რუსული შენიცი ხმა მოიგე რაღაცა გვეშველოს მე უთხარი და გაჩერებ თუ შენ გაგუშვებენოს რა გამიშვებენ ბიჭო მე უთხარი ლენინის სიკვდილს გვაბრალი წაღებას გვაბრალია კიდო კაი შემოკალიო ეს უარ დაგვაბრალეს რა და ნუ ბოლო მე თქვი ეს რუსულად არ ლაპარაკობ 1-2 სიტყვა შევიცოდი და ნუ ამიტაც ახლა იმან მე თქვი ისეც დაჭერილი ვარ ასეც დაჭერილი ისეც ტრუპი ვარ ასეც რაღაცას მაინც ვეთქვი მეთქი და მინდოდა რომ კარგად გამომსვლოდა რა რამე რომ ტიხაროში ჩელავე რაღაცა აი ნერვებიდან არ გამომივიდა და სლუში ჩელავე მე ვთქარ და მინე ლენინი ამა გვაფურთხა გვაგინა ბოლოს გამახსენდა რომ ფული ჭრის რა $200 მქონდა ჯიბეში და მე ვთხარი სლუში ვაზმე მე ვთხარი და უხადია მე ვთხარი უხადია ნუ კაროჩი ეს $200-იც წაიღო და დავაი აცუდაო რაღაცა და მე რეკი მეთქი 1-200 მიდე მივცე ვიქნებ ლენინიც გამატანოს ვარე მორასი გაუმატებ ლენინსაც წავიყვანე საჭირო მიდიხარ სულთანო მოსულიყავი ლენინით აი არა ეგ ბიზნესია თო ეგ ბილეთს გაყიდი რაღაცა სანახავად ედუარდოვიჩ ეგრევე მილიონად გავყიდდი ქუჩაზე ეგრევე გავიდი იქვე აბარა მართალი იმიტომ მოსკოვი აღარ მიხსენოთ გთხოვთ მე იქ ჩამსვლელი არა ვარ კარგი მერაბ შენ როგორ ხარ მითხარი თავბრუსხვევები არ გაწუხებს ვინა თავბრუსხვევები რატომ და მაწუხებ რა შენი ტრიალე იმ ვოიში აუ ბიჭო არ სუფრადებს ხო ის პურმანზე ვეღარ ვждები რა ისე მივეჩვე ვინმე სიმღერას რო იწყებს ბოლოკებს ვაჭერ უგახერს კიდევ ტრიალდები არა მართლა კარგი პროექტი იყო და მეთანხმები ალბათ კარგი ძალიან ნიჭიერი ამდენი ნიჭიერი ბავშვი თუ იყო მე ნამდვილად ამდენი კონკურსი ამდენი ისა აქ იმას ჯგუფი გუნდი მწვრთნელი რა ვიცი რა მწვრთნელები იყავით თქვენ მასწავლებლები არ იყავით ეხლა ბავშვების voice kid-ი რო იწყება ეხლა ბავშვების ახალი ხმა ბავშვებში იქაც იქნები ჟიურში თუ იქ შენ შვილს დასვავენ ჯერ ერთი ხო ბავშვები იჯდებიან ალბათ არა იქ არა ოცხოში არ უთქვავს და რომ შემომთავაზებ იქ ვერ დავждე რომ ხა შენ წარმოგიდგენია მშობლები გასისავენ კი წარმომიდგენია და არ გინდა არა მაგას ისრაელში გასტროლები კაკულისთან ჯობია წყნარად და დაუტყვევებით გავს ბავშვებიც ნიჭიერები ყავს ჩვენ მაგრამ ძალიან ნიჭიერი ბავშვები ყავს და ამ შემთხვევაში ზრთულია მშობლები გაიგებ რომ ყველა შობლს გონია რომ თავისი ყველაზე ნიჭიერი კი დედაჩემსაც ასე აო დედაჩემს და ყველას აუქნა ასეა და
კითხება და ეჩებს სოფლიოში ყველაზე კაი წამყვანი. ეგ არის რა. მოცეკვავე? მომღერალი, ექიმი. ყველაზე და კაი. ასე შემდეგ. ესე იგი არ დაიკარგები არსად, არა, ასლაბარაგო. წამიყვანე ისრაელში. აჟალოსტა. აი პროგრამას ჩაგრთავთ. ჩამრთე რა, ახლა ჩვენ პროგრამას რო ვაკეთებ. ან ბილეთი გადამახევინეთ ან რაღაცა. არა, როგორ გეკა ბილეთის გადახევა. ცეკვა იცი? არა ვარ ნამყოფი. ცეკვა ხო არა ხარ ნამყოფი? არა, ისრაელში არა ვარ ნამყოფი. იქ უნდა იყო ჩამოხვიდე, ერთხელ მაინც უნდა ჩახვიდე. კარგი, აქ გეგმავთ რამეს ბატონო კაკული. მე მგონი აი ეს ამ ტურს რო გავაკეთებთ. მე მგონი ფინალი აქეთ უნდა გაკეთდეს რა. აჰა, გასაგებია, დიდი კონცერტი იქნება. მოგასმენინებთ აქ მე აი როგორი სიმღერები უყურთ ისრაელში. ანუ უკვე მეორეჯერ მოდიხარ, ნახე? მეორეჯერ. ამის გარდა, აქ. იმის გარდა. ერთხელ ტურამდე და მე ტურის დასკვნითი კონცერტი რო იქნება და მე კონცერტის წინ. და მე დასკვნითი კონცერტის წინ. კარგი, დღეს ხო შეგვისრულებთ რამეს, ისე ხო არ წახდით. აბა ეხლა უსიმღეროთ როგორ გავუშვათ ეს კაცი. აი ხალხს გითხოთ. აი გითხარით რა. ვაჩორის მე მინდა გითხრათ რომ კაკული ნუ ხა კი იცნობენ საქართველოშიც მაგრამ ნუ რამოდენიმე ესეთი პოპულარული სიმღერები აქვს თქვა აქ რომელიც იცი აი სამი დალია შეგერგება მე არ მინდა რომ მარტო ესეთი შტაბ-ეშტილებით იყოს ხალხი ანუ მარტო ესეთ სიმღერებს და ამ პროფილის სიმღერებს არ ვღერს ყველაფერს მაგრად ვღერს ძალიან და ძალიან ესეთი სასიყვარულო კაცია კაკული ისრაელისთვის არა მარტო ქართველებისთვის ზოგადად ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ძალიან მართლა ხა ძალიან მე მიყვარს მისი სიმღერა. ებრაულ სიმღერებსაც ვღერი, ხო? კი, მაგრამ ამ სამი დალიეზე ხა რო გამახსენა ძალიან ისეთი სამაქ რა. ნიკუშას ქორწილია რა, მერაბის და ცოლშვილითა ვარ ჩამოსული და პატარა რო იყო ნიკუშა ხა ჩვენთან რო ჩამოდიოდა ისრაელში სულ ვეუბნებოდი. ნიკუშ შენ ქორწილში ისე უნდა თავთრე უნდა გამიტანონ მეთქი რა. რეანიმაციაში მოვხდი. მართლა იმდენი დავლიე სულად გავხდი წამიყვანეს რა და გადასხმებს მიკეთებე და იმ ვერა ვერ მიპოვა ალბათ იქა და მჩხვლიტავს რა და ერთ ძმაკაცი მახლავს რა მე რა გამოგვაყოლა კიდე ბიჭები და ბიჭო ცოტა ნელაო ხო ხედავო ტკივაო რა და რა მქნაო ძმაო ვენას ვეძებო და ვერ ვიპოვეო რა და იცი ვინ არისო ესო ვინ არისო ძმაო არ ვიციო და ეს არის სამი დალიეს რომ ღერს და მე ვერ ისწავლა დალევა ნახე რას გავსო ქორწილიდან წაიყვანეს, ქორწილიდან. შუა ქორწილიდან წამიყვანეს. კარგი, ასე ცუდად გახსნით. აბა. ვამღეროთ ახლა, სანამ დათვრა. მარტო თუ შენთან ერთად. სანამ დათვრა. ერთად ვიმღეროთ, აი.
დიდი მადლობა. რუბრიკაში ვინ არის გორგასლის ქუჩა ნომერ 24-ში მდებარე დაწესებულების უფროსი გოგონა? სტუმრად მოვიწვიეთ იუსტიციის მინისტრი თეა ტულუკიანი. ასეთი აპლოდისმენტები დაიმსახურეთ და ესეთი პოპულარობით სარგებლობთ ჩვენ მაყურებელში. დიდი მადლობა, მოგესალმებით ყველას. რასაც მე გილოცავთ. მადლობა. გილოცავთ. კარგი, დაგხვდათ გარემონტებული შენობა, ხო, თქვენ? სამინისტროს. აქ. ხო, აი აქ ხარა, აქ უკვე ერთი დაახლოებით 6 თვე ასეთი რემონტი გვაქვს, მაგრამ იქ გარემონტებული შენობა. კიდე რა შეგიძლიათ თქვათ კარგი ნაციონალურ მოძრაობას? გარემონტებული შენობა დამხვდა, მაგრამ შუშები არ აქვს. შუშები. ფანჯრები არ არის და ვერ სუნთქავთ. გარდა ამისა, ბევრი დადებითი. ფანჯარა არ არის? მინისტრის კაბინეტის და მოადგილეების კაბინეტების გარდა არ არის ფანჯრები. რა საჭიროა ხო ყველა ფანჯარა? რა საჭიროა? თავი მინისტრის კონდეს ფანჯარა. ვაყენებთ ფანჯრებს, დავიწყეთ მძღოლებიდან და დავამთავრებთ აუთ მოადგილეებთან. მძღოლებს მანქანაში არ აქვს ფანჯრები? არა, ოთახებში არ აქვს ფანჯრები. რაც შეეხება დადებს, ბევრი დადებითი შემიძლიათ. დიახ, ჩამოთვალეთ, ძალიან მაინტერესებს. რამდენი გინდათ? ნუ, 3. 3. ნაციონალურ მოძრაობას ძალიან უყვარს ადამიანები, ოღონდ ციხეში. ნაციონალურ მოძრაობას ძალიან უხდება ოპოზიციის როლი. ძალიან მომწონს მოძრაობას. ეს ყველას არ შეუძლია, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვიყავით ოპოზიციაში, ასეთი ოპოზიცია ვერ ვიყავით. მე მომწონს ნაციონალები ოპოზიციაში. ანუ მართლა ძლიერი ოპოზიცია. კარგი ოპოზიცია, კარგი ოპოზიცია. ეს მათთვის ზედგამოჭრილი როლია და მე ძალიან მომწონს. კარგი, თემას ნუ გადავუხოთ. მესამე. მესამე არის. მათ შემთხვევაში ყველაფერი სამობით არ არის. ამ შემთხვევაში რომ ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში ყველაფერი სამობით არის. ამის თქმა გინდოდათ. კარგი, დიდი მადლობა. მე მაქვს ერთი საჩივარი მომზადებული. ხავდონ თეა. და მინდა რომ აი კონსულტაცია გავიარო თქვენთან ღირს თუ არა რომ შევიტანო რა სარჩელი და თუ ჩამასწორებინებთ. აი გეტყვით. ოთარ ტატიშვილი საქართველოს წინააღმდეგ. ასე ქვია. 2012 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე მონაწილეობდი პროექტში ცეკვავენ ვარსკვლავები. ხო, ნუ აქ თავდაბალი ვარ, როგორც ვარსკვლავი. როდესაც ფინალი მოახლოვდა და ავტომობილი Range Rover-ი თითქმის ჯიბეში მედო, ნუ გასაღები მინდოდა აქ მეგულისხმა. პროექტიდან უსამართლოდ გამომაგდეს, გამიყალბეს რა SMS შედეგები. ვფიქრობ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდგომში კონვენცია. პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება. მართალია ტელეკომპანია იმედი კერძო ტელევიზიაა, თუმცა ვფიქრობ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს უნდა დაეკისროს, ვინაიდან პროექტის ჩატარების მომენტისთვის ტელევიზიაზე ეფექტურ კონტროლს საქართველოს ხელისუფლება ახორციელებდა. გარდა ამისა, ამ Range Rover-ით გიორგი ვარდოსანიძე, ჩემი სახლის წინ აივლის ჩაივლის. შესაბამისად, ყოველ დღე ირღვევა კონვენციის მესამე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ, ან ღირსების შემლახველ მოპყრობას, ან დასჯას. ან სასჯელს. სასჯელს. დიდი მადლობა. გასწორეთ.
მოვითხოვ დამიბრუნდეს ჩემი კუთვნილი Range ასე Rover-ი. უნდა გააკეთოთ ახლა ამ დროს როცა ამას. მოვითხოვ მოვითხოვ დამიბრუნდეს ჩემი კუთვნილი Range Rover-ი ან მომეცეს შესაბამისი ფულადი ანაზღაურება. დიახ, კარგია. გარდა ამისა, დიახ. გარდა ამისა, სასამართლოს თხოვ გამოსცეს გადაწყვეტილება. სასამართლოს თხოვ გამოსცეს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ და ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე გიორგი ვარდოსანიძეს აეკრძალოს ჩემი სახლის წინ ხმოვანი სიგნალის გამოყენებით დრიფტაობა. დრიფტაობა რა არის არ ვიცი. აი ეს რო აივლის ჩაივლის ბევრი სიტყვაც არ ვიცი მათ შორის ეს. აჰა, დრიფტაობა, რა ვიცი, ასეთი რა ვიცი, რუსული სიტყვა დრიფტუით. ჩემ დროს ამას ბიჟენიები ერქვა. ამაზე რა გნებავთ? აი, შევიტანო ღირს? ხო. არა, შეტანით, მე მგონი არ არის ცუდად მომზადებული, ოღონდ შედეგი რა იქნება ეს არის, ხო, მთავარი მაინც. ხო, და ნუ რა ვიცი. მინიმუმ შედეგი ის იქნება, რომ ავლაჩავლაც პრობლემაა, ხო, რომ ეს ნერვებს გიშლით იქ წინ. დვიჟენია, მომეწონა. ნერვებს გიშლით. დიახ. ამაზე მახსენდება პატარა რო ვიყავ ბებიაჩემს ვოლგა ყვითელი ტაქსები რო იყო გასწოთ ხელს რა უწევდა თუ არ გაუჩერებ და მიაყოლებდა ხოლმე შენ წადი მამაჩემთან ხო და ჩვენ შეგვიძლია თქვენ რო აივლის გადმოეყუდოთ და ასე მიაძახოთ და ჩვენ აგვგრძელოთ რომ ჩამოიაროს ხო კაი გეგონებათ რომ პრობლემა გადაიჭრა ისიც ახლა ასე ვთქვათ რომ ჩაივლის ბედნიერი იქნება სასამართლო რა ვიცი ნათელაშვილი უფრო ადვილად მოიგებდა მაგ საქმეს ამაში ნამდვილად გეთანხმებით ასე იყო ყოველ შემთხვევაში მე რასაც დავესწარი 10 წელი გასაგებია ანუ შევიტანო შეიტანეთ ადვოკატი ყავთ არა. არა, კარგი. მირჩევთ ვინმეს? რა ვიცი, მე დაგიდგებოდით ადვოკატად, მაგრამ თანამდებობა მიშლის ხელს და როგორ გავაკეთოთ? რო გადადგეთ დროებით? სპეციალისტ მე ძალიან მინდა რომ გადავდგე ვერ ბედავ ნაბიჯის გარეთმას და აი თქვენ თუ დამეხმარებით. ამაში ამით ხო ამით რომ აი განცხადებას რო ვაკეთეთ თეატრურგიან ჩემი ადვოკატი უნდა იყოს ამიტომ ძალიან გთხოვთ გაათავისუფლეთ იგი დაკავებით. დროებით ხო. სხვათა შორის თქვენი მოხსნა მხოლოდ პრეზიდენტ შეუძლია ხო? კი ასე. და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ პრეზიდენტის დაჭერა. კი, მე არა ეს უცებ გამახსენდა რაღაც გადადგომა მოხსნასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა. კარგი, მის ხო, რადგან თქვენ ახსენეთ რომ საჩივრებიო და ნათელაშვილიო, ნათელაშვილის სცენებაზე ყოველთვის სტრასბური მახსენდება. მე როგორც ვიცი თქვენ სტრასბურგში მუშაობდით. კი. სასამართლოში და როგორც ვიცი ბინაც გაქვთ სტრასბურგში. არ უნდა მქონდეს? არა, ვინ ამბობს? როგორ გეკადრებათ? მე ვიცი რომ ბინა გაქვთ. აი, მე მაინტერესებს ეს ბინა. ხო. ანუ აქცია ყურადღება მე აქ არ ვარ. აჰა. ხმას ასწორებს ალბათ. ეს ბინა მე მაინტერესებს. რამდენ ოთახი? აი კუთხის ბინა, თბილი შეკრული ბინა ასეთი? არა, აბა როგორი ბინა არის? ეს არის 1800 წელს აგებული ალზასურის სახლი. 1800. დიახ. აჰა. რომელიც ეს უკაცრავად ბოდიში რო ვერევი. მოსაგეთ. ერთი წუთით რაღაც კითხვა. თქვენ ბინა გაქვთ სტრასბურგში? დიახ. რა იცეკვეთ ასეთი მაინტერესებს? მე აი 4 თვე დღე დაღამებს შეკვავდი და ერთი შავი კარკასი მომცეს ბათუმში. იცით რაღაცა ვიცეკვე ის რაღაც ის რო იყო რა ქვია რაღაც აღარც მინდა ამის გახსენება. კარგი, წადი. ხო. მივდივარ. წადი. ხო გითხარ, ნუ შემოხვალ ყველა სტუმართან მე. წადი. მივდივარ. წადი. მივდივარ. წადი, ვინ დაიბოღმა ახლა?
ბინაზე. შენ დაიბოღე. ვინ დაიბოღმა ეხა სტრასბურის ბინაზე? გია გაუთიშე ოთარსმა. გაუთიშე ოთარსმა გაუთიშე. უკაცრავად. დიდი მადლობა. მე მაპატიეთ, ეს გოგო თავს ვერ აკონტროლებს. ასე გონია რომ სულ აი რაღაცები ელანდება. კარგი და როგორი ბინაო, რას საუბრობდით? ეს არის დუპლექსი, რომელსაც აქვს დიდი ტერასა სახურავს. აჰა, გასაგები, ანუ სერიოზული ბინა ყოფილა. კი, სერიოზული. სადაც ახლა სტუდენტები ცხოვრობენ. ორ სტუდენტ გოგონაზე გაქვთ გაქირავებული? არა. გოგონაზე და ბიჭზე. გოგონაზე და ბიჭზე? აუ სტრასბურგში ასეა. დიახ, ასეა. ნათელაშვილის რომელიმე საქმე, აი თქვენი განხილვის სფერო თუ იყო, ანუ თუ ქონდა შეხედვა. იყო. ნათელაშვილი კარგი კაცია. სუჩივის. იქაც ჩიოდა, მე მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და გამწარებული მქონდა ახალგაზრდობა. პირველად მან უჩილა ჭიაბერაშვილი ასეთი კაცი გახსოვთ. ჭიაბერაშვილს რა დამოვიწყდა? ბოლოს ჯანდაცვის მინისტრი იყო, ჩემი პირდაპირი მინისტრი იყო. მაგრამ ის რომ უჩიოდა, მაშინ ჭიაბერაშვილი იყო ცესკოს ხელმძღვანელი. დიახ. და ბატონი შავა ამბობდა, რომ ის ეჩქარებოდა თუ არჩევნების შედეგების გამოცხადებაო, ეს ხდება 2004 წელს. რომ ხულოს და ქობულეცო არ მისცესო, ხმის მიცემის უფლებაო, შედეგები გაუქმეს და გამოაცხადეს არჩევნებიო მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულად და ეს როგორ შეიძლებაო. ამას ამბობდა ბატონი შავა. აღშფოთებული იყო, კი, აღშფოთდა, ნამდვილად კარგი იყო რომ აღშფოთდა. მაგრამ იქ სადაც გაგვიჭირდა და თქვენიცით იურისტები ცოტა ისეთი გაუგებარი ხალხია. გაგვიჭირდა იქ სადაც ის ამბობდა რომ ხულოს და ქობულეთში რომ ჩატარებულიყო არჩევნებიო, მე გავიმარჯვებდი, შედეგად მე მომადგა ზიანიო. მიხვდით ხო? ეს რომელი არჩევნებია ხალბატონო? 2000 რევოლუციის. დიდი რევოლუციის. დიდი რევოლუციის. ოქტომბრის? ნოემბრის. გიორგოვის რევოლუცია. დიახ. სხვათა ის კიდე ბევრ რაღაცებს შიოდა, ეხლა რო არ გაგაცდით. კარგი კაცია, სუჩივის ეს შეფასება მომეწონა ძალიან. და მან ამ ნაწილში სხვათა შორის მოიგო ეს საჩივარი. ლეიბორისტულმა პარტიამ, შრომის პარტიამ ეს ამ ნაწილში მოიგო, იმიტომ რომ არ შეიძლება მთელი ასე ვთქვათ ავტონომიური რესპუბლიკის თითქმის ნახევარს ჩამოართვა ხმის უფლება. მაგრამ საინტერესო იყო როგორ რეკავდა და იმუქრებოდა ხოლმე. ერთხელ დამირეკა და მითხრა, მან დარ ჩამომიყვანაო. თორემ აქციას მოგიწყობ სასამართლოსთანო და სხვათა შორის ალბათ ფრანგულიც კარგად იცის, ხო? და მოიგო, მართლაც ნაწილობრივ მოიგო, ოღონდ მეორე ნაწილში რომ არ მოიგო, შეიძლება თქვენც იგივე დაგემართოთ. მეორე ნაწილში რომ არ მოიგო, დღეს დგას და იძახის, რომ მეორე ნაწილში რომ ვერ მოიგო, შესაბამისად მე ვარ სააკაშვილის აგენტი. ეხლა არ მითხრათ, რატომ არ არის ეს ლოგიკა, არ არის ამაში. თქვენ? მე. აჰა. დიახ. რახან მეორე ნაწილში ვერ მოიგო, ამიტომ წინასწარ გაგთხილებს. თქვენ თუ იქ ვერ მოიგეთ მეორე ნაწილში. მოიფიქრეთ წინასწარ ვისი აგენტი ვარ ეხლა მე. ეს ყველაფერი მიდიოდა აქედან, მე ნამდვილად არ ვიცოდი, თქვენც თუ ჩანერგილი იყავით ხალბატონო თე. ვერაზოს ვერ წარმოვიდგენდი ამას. მე რამდენადაც ვიცი, თქვენ სკოლაში როდესაც სწავლობდით, პირველ-მეორე კლასში, თქვენი კლასელი იყო ჩემი მეგობარი დათო გოგიჩაიშვილი. დიახ. მაშინაც ასე ბურღავდა ტვინი? გოგიჩაიშვილი იჯდა ჩემთან ერთად პირველ მერხზე. გასაგები მიზეზის გამო. და კარგად იცოდა მათემატიკა. ეს სხვათა შორის რომ გადავიდა, ალბათ 8-9 წლის ვიქნებოდით, არ მახსოვს, ძალიან ვიდარდა, იმიტომ რომ მე ჩემთან დასვეს ისეთი ბიჭი, რომელიც სულ ჩემგან იწერდა ხოლმე და მაწვალებდა. და ამიტომ დღეს ნახე პირველად 30 წლის მერე სხვათა შორის. აი როგორ არის რო? ერთ მერხზე პირველ-მეორე კლასში, მერე თეატრულუკიანი გახდა იუსტიციის მინისტრი და თოგოგიჩაიშვილი ჩემი მეგობარია, ესე.
სულ სხვადასხვა გზით წავიდნენ. ცხოვრების სხვადასხვა გზა აირჩიეს. ისე ხა დათო გოგიჩაიშვილმა რომ დაგირეკოთ შემოგვიარეთო თეო სტუმრათო ჩვენთან სტუდიაშიო, კარგია და გაგეხარდებათ ჩვენს და თქვენ რომ დაურეკოთ დათოს შემომიარეს სამინისტროშიო. არ ამგონია რომ შეაშინდება მაინც იუსტიციის სამინისტროში. პრეზიდენტია. დათო გოგიჩაიშვილი პრეზიდენტი მაწყობს. Range Rover-ის ვარიანტში. Range Rover-ის ვარიანტში, კი, Range Rover-ს დავივიწყებდი. აჰა. როგორი დიასახლისი ხართ? გააჩნია რა შემთხვევაში? გოზინაყი თქვენ გააკეთეთ ახალ წელს თუ იყიდეთ? არ გამიკეთები და არც მიყიდია, სხვათა შორის. ვის გააკეთები? იძულების წესი. ვის გააკეთები? არა, თუმცალია კარგი დიასახლისი ვარ და გამომდინარე იქიდან რომ არ მცალია, ასე ვერ ვიცი ამ საქმისთვის. აი რა გამოგდით ყველაზე კარგად? ყველაფერი, კუბდარიდან დაწყებული. ნუ ახლა კუბდარს ულუკიანი რო ვერ აკეთებდეს. ისე მე მიყვარს. ო ხინკალსაც აკეთებ? მახსოვს ჩვენი ბებია ჩემი კიდე მეზობელი ქალები ძველ დროში რა თქმა უნდა კანაფის ფოთლებს იყენებდნენ როგორც სუნელს. სუნელს ამ სახით იგი არაფერს არ გამოიწვევს. ჩვენ ალბათ ეს 70-75 წლებია. და პოლიცია ჩამოივლიდა ხოლმე და მოხუც ქალებს უხსნიდა რომ ამის ბოსტანში ქონა არ შეიძლება. და ერთხელ მახსოვს ბებია ჩემი ისე გაბრაზდა რომ ვერ გაიგო ამის ქონა ბოსტანში რატომ არ შეიძლება რომ ბევრი მოთხარა და გაატანა საჩუქრად. უხარო შეწავეო და მისება რომ ეს არ არის საშიში მცენარე. აი ეს 80 წლების დასაწყისში როცა კანაფის ფოთლებით აკეთებდით. აკეთებდნენ. ხო, ბებია აკეთებდა კუბდარს. ამ დროს გოგიჩაიშვილი ხშირად მოდიოდა ხოლმე სტუმრად თქვენთან. რაღაცა ესა თქვენ იყავით ნაძალადევის მაჟორიტარი ხო მე თუ არ მეშლება ხო რაღაცები აი მე ამოვიწერე აი თქვენ თუ იცით როგორც ნაძალადევის მაჟორიტარმა სად არის ანაპის 414 დივიზიის ქუჩა არ მახსოვს არ გახსოვთ გლინკას ქუჩა გლინკას ქუჩა მახსოვს როგორ გამიხარდა ეს რა აი ეს ანაპის უერთდება გლინკას ქუჩაზე ცხოვრობს ერთი ძალიან კარგი კაცი ბევრი კარგი კაცი ცხოვრობს მაგრამ ერთი ჩემთვის ძალიან საყვარელი მსახიობი მარლენ ეგუტია დიახ, გლინკას ქუჩაზე ცხოვრობს. კი ბატონო. და საჩხერის ქუჩა? სხვათა შორის 5 ნომერში ცხოვრობს და რამდენჯერ კამპანიის დროს ავივლიდი, ჩავივლიდი, ვეგნოდი, შეცვალეთ ნომერი ბატონო. არა, გლინკას 5 ნომერს რა უჭირს? საჩხერის 5 ნომერში თუ ცხოვრობ და არა, საჩხერის. არის საჩხერის ქუჩა. არის საჩხერის ქუჩა, ძალიან მაგ ქუჩას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. სამწუხაროდ აღარ ვარ მე მაჟორიტარი, მომიხსნა პარლამენტმა უსუფაშვილის ბრალია ეს ნოემბერში უფლებამოსილება და გამხადეს მინისტრი და დღემდე მივწირე. და ვინ იქნება ახლა ნაძალადევიდან მაჟორიტარი? ჯერ არ ვიცით, მაგრამ ჩემი სურვილია იყოს ისეთი ადამიანი, ვინც საშუალებას მომცემს და მიიღებს იმას, რომ მას დავეხმარო, იმიტომ რომ ნაძალადევი დარჩეთ ჩემს ასე ვთქვათ დიდ მონატრებად, იმიტომ რომ მე ვიბრძოდი და მქონდა სურვილი, რომ იქ დავრჩენილიყავ. ანუ ჯერ არ იცით ვინ იქნება? ჯერ არ ვიცით. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ვინ იქნება? ხო, კაი გადასვლაა. აი როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი? ყველას ვეკითხები, ამას არ გეგონოთ რომ მარტო თქვენ რაღაც მახე დაგიგეთ. არა, მე უყურე თქვენს გადაცემებს, მანამდე არ მქონდა ნანახი ვაღიარებ. დიახ. მანამდე არც იყო საყურებელი. და ხადურისთვის არ გიკითხავთ ეს. ბერძენიშვილს ხო ვკითხე? ეს არ მიყურებ. ბერძენიშვილს რომელს? ლევანს. აჰა. ხო. რა ვიცი, მე ძალიან ვერ მოთხოვნას უყენებ. გითხრათ? რა თქმა უნდა. ეს უნდა იყოს, ჯერსტი არ უნდა იყოს შიშარა. რა, არა, ისმენ. არ უნდა იყოს შიშარა. უნდა ქონდეს ულვაშები. თქვენი ზეცით ხუმრობა როგორც ვენჩინური. აგერ ისმენ. ულვაშები მე? ულვაშები უნდა. არ მაინტერესებს თქვენ თვითონ სადამდე მიხვალთ. კი. ულვაშები უნდა ქონდეს, კარგად უნდა იცოდეს დიდუბე.
სუკონკაზე გავლილი უნდა ქონდეს. გამოვლილი კიდე არა უშავს, მაგრამ უნდა იცნობდეს იმ რაიონს და ძალიან კარგად უნდა იცოდეს კონსტიტუცია. გასაგები. ისე ხომ საუბრობ მე არ ვიცი თქვენ რა მონაცემები გაქვთ ერთი გადაცემის შედეგებით ჩემი ხუმრობის შესახებ, მაგრამ მე ვიცი თქვენ ვიზეც საუბრობთ, მაგრამ დიდუბეშიც გავივლი, სუკონკაზე ულვაშსაც მოუშვე. კონსტიტუციას ისწავლი? ხალბატონო თეა, თავის ტვინის ანატომია ვისწავლე და საქართველოს კონსტიტუცია. კარგი რა. საქართველოს ფენომენი იყოს მე ხმას მოგცემდით. ხო არა? კი, ნამდვილად. შევთანხმდით. აი ეს შეთანხმება შედგა. ხალბატონო, დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ. მადლობა თქვენ. მოგზანებისთვის, იმიტომ რომ ძალიან დაკავებული, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული მინისტრი ხართ, გამომდინარე თქვენი სამინისტროდან და რომ გამონახეთ დრო, მოხვედით, დავთანხმდით, ძალიან სასურველი სტუმარი იყავით ჩვენი სტუდიისთვის და გმადლობთ და იმედი მაქვს რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ, როდესაც მე პრეზიდენტი ვიქნებით, ჩემს ახალ კაბინეტში წარგადგენთ. დიდი მადლობა. შეატოლოგიანი.